მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ძნელი გზა დამოუკიდებლობისაკენ როგორც წინა გადაცემის დასასრულს მოგახსენეთ დღეს უნდა შევეხოთ საკითხს ქართული ეროვნული მოძრაობა 1900 თებერვალ-მარტის რუსეთის რევოლუციის შემდეგ. რა მდგომარეობა იყო ეროვნულ მოძრაობაში, რა პროგრამები იქნა შემუშავებული, საითაპირებდა ქართული ეროვნული მოძრაობა ქართველი ერის ძალისხმევის წარმართვას, როგორ ფიქრობდა დასახული მიზნების განხორციელებას და ასე შემდეგ. გავიმეორებთ წინა ლექციაზე თქმულს, ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო ურთულეს ვითარებაში. პირველი მსოფლიო ომი გრძელდება, ჩვენთვის მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ევროპაში, როგორ მიმდინარეობდა იგი, ჩვენთვის მნიშვნელობა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთ-ოსმალეთის კავკასიის ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას. რამდენხან შეძლებდა რუსეთის არმია ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და თუ ვერ შეძლებდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით არა მარტო ქართველები, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, მთელი სამხრეთ კავკასია. წლის აპრილში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ქართველმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა აქ მიგულისხმება სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნული დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები შეძლეს მოლაპარაკება აპრილში გაიმართა ორი ინტერპარტიული კრება, მესამე ცოტა მოგვიანებით გაიმართა. უმნიშვნელოვანესი იყო უფრო ეს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრება. შეთანხმებით ორივე კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. აღმოჩნდა ისე, რომ პირველ ინტერპარტიულ კრებაზე ოქმი არავის არ უწარმოებია. ეს ნაკლი გამოასწორეს მეორე ინტერპარტიულ კრებაზე, რომელიც 16 აპრილს გაიხსნა. და მაშინ გადაწყდა, რომ მეორე კრების ოქმისთვის ოქში შეეტანა წინ პირველი კრების გადაწყვეტილებები და იქ რა საკითხები განიხილეს. ძალიან საინტერესოა ეს ოქმი. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აისახა მასში, რომლის შესახებაც მანამდე საუბარი არ იყო. დავიწყოთ იმით, რომ ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა დასვეს ძალიან ლოგიკური კითხვა. ჩვენ
ვარკვევთ საქართველოს მომავალს. ეხლა მაშინ გამიჯნული არ ყოფილა, ეს იქნებოდა საქართველოს ფედერაცია დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში, თუ იქნებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, თუ რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმი დარჩებოდა. ეს ორი ვარიანტი იყო. მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებლად ჩათვალეს და სწორადაც მოიქცნენ რა ტერიტორიაზე ვითხოვთ ჩვენ ქართულ იურისდიქციას. იქნება ეს ფედერაცია, თუ ეს იქნება დამოუკიდებელი ყველა სჭირდება. საზღვარი ყველა სჭირდება. ეხლა ერთი შეხედვით ეს იყო ძალიან ადვილი საკითხი. მაგრამ სინამდვილეში ეს ისეთი საკითხი იყო, მისი გადაჭრა ძალზე რთული იყო. რომელ საზღვრებზეა აქ საუბარი? თქვათ, რა საზღვრებშიც იყო გიორგი ბრწყინვალის დროინდელი საქართველო? თუ როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო სამთავროებად, შემდეგ ჯამი უნდა იყოს გამოყვანილი ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, იმერეთის სამეფო, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, რუსეთის მიერ ოსმალეთისათვის წარწმეული მესხეთის ტერიტორია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რთულია და ამას უნდა ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოში 1-2 თუ იქნებოდა, პირველ რიგში უნდა დავასახელოთ, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილი. ამ საკითხზე კონსულტაციების მიცემა შეეძლო პავლე ინგოროყვას დაძლევდა ისიც კონსულტაციებს შემდეგ პერიოდშიც კი. ეს არ იყო პოლიტიკოსების გასარკვევის საკითხი. ეს მეცნიერებმა უნდა გაარკვიო. რა ტერიტორიაზე თვლით ჩვენ რომ უნდა გავხსენდეს საქართველოს იურისდიქცია. მაშინ იფიქრეს, რომ ის ძველ პერიოდს ეხლა ჩვენ ვერ შევეხებით და სწორად იფიქრეს, ამას უნდა და გამოკვლევების დაწერა ისეთი დიდი ისტორიკოსების მიერ, როგორც იყო ჩვენს მიერ უკვე ზემოთ ნახსენები ივანე ჯავახიშვილი. ეს მაშინ შეუძლებელი იყო, დღეებში უნდა გადაწყვეტილი იყოს საკითხი. და ასე თუ ისე საზღვრები გარკვეულია. მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო. გაიყვა საზღვრები. თბილისის გუბერნიას თავისი საზღვრები ჰქონდა, ამის რუკა არსებობდა ბევრჯერ გამოცემული. ქუთაისის გუბერნიას თავისი საზღვრები ჰქონდა, ამის რუკაც ბევრჯერ იყო გამოცემული. და ჩათვალეს ასე. საქართველოს იურისდიქცია უნდა გავრცელდეს თბილისის გუბერნიას ზაქათალის ოკრუგი თურთ, პლუს ქუთაისის გუბერნია სოხუმის ოკრუგით და ბათუმის ოლქით. ეხლა მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ წინა პერიოდშიც მე წინა გადაცემებში მოგახსენეთ, რაღაცათომ როდესაც ასეთი მონახაზი კეთდებოდა ყარსის ოლქი, ანუ ისტორიული მესხეთის ტერიტორია ყურადღების გარეშე რჩებოდა, თითქოს ის არ იყო საქართველოს ისტორიული ტერიტორია. ამჯერადაც ყურადღების გარეშე დარჩა. ყურადღების გარეშე დარჩა ყარსი თვითონ, ყურადღების გარეშე დარჩა ოლთისი, ყურადღების გარეშე დარჩა არტაანი, ტაოსკარი და ამ შემდეგ. არ იყო ეს პოლიტიკოსების ბრალი, ეს უფრო ისტორიკოსების ბრალი იყო, იმიტომ რომ 1905 წელსაც ასეთი შეცდომა დაუშვეს. მაგრამ რაც გაკეთდა, ისიც ძალიან დიდი რაიმე იყო. იქვე დაისვა საკითხი.
ეს ტერიტორიები ქართულია, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ აქ დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. უამრავი არაქართველი შემოვიდა ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიაზეც, სოხუმის ოკრუგშიც, ბათუმის ოლქშიც, თბილისის გუბერნიის ტერიტორიაზეც. ისურვებს ეს ხალხი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენას. გამოითქვა აზრი საქართველოს ტერიტორია უნდა გაიყოს ორად. უდაო ტერიტორია და სადაო ტერიტორია. უდაო ტერიტორიაში უმრავლესობას ქართველები შეადგენენ და აქ საუბარი არ არის რაიმე დათმობაზე. სადაო ტერიტორიაზე დღეს ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ იქ არაქართული 엘ემენტი ჭარბობს. თუ ის ხალხი დაგვეთანხმება, ჩვენ ხომ ძალიან კარგი, მაგრამ რომ არ დაგვეთანხმოს, შეიძლება რეფერენდუმამდეც მივიდეს საქმეო. ეხლა მაშინ რეფერენდუმი იყო ძალიან მოდაში, ყველა ითხოვდა რეფერენდუმს, ყველა დაპყრობილი ერი ითმობდა რეფერენდუმს, რომ იმპერიის კლანჭებიდან თავი დაეხსნა. გამოითქვა აზრი, თბილისში ქართული მოსახლეობა არ არის უმრავლესობაში. სად შევიტანოთ თბილისი? უდაო ტერიტორიაში თუ სადაო ტერიტორიაში? აქვე გამოითქვა ძალიან სწორი აზრი. თბილისს უდაო და სადაო არ ეხება. თბილისი უნდა შევიდეს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უდაო ტერიტორიაში, რადგან ის დედაქალაქია. ეს ძალიან სწორი იყო. ეხლა ამ დროისათვის ხალხო ბატონობს ჯერ უბრალოდ ამ დროისათვის რა ვითარება არის, აი როდესაც ეს ინტერპარტიული საბჭო იკრიბება, ინტერპარტიული კრება იკრიბება, პირველი და მეორე. საქართველოში ძალიან ძლიერია რუსოფილური განწყობილება. 1917 წლის აპრილია. ჯერ დემოკრატიული დროებითი მთავრობა არის რუსეთში. რუსეთიდან გამოყოფაზე არავინ არ ფიქრობს. სხვათა შორის ამ აზრს ეს აზრი გამოთქვა სრულიად გარკვევით თქვენთვის კარგად ცნობილმა ზურაბ ავალიშვილმა და გასაკვირველი აქ არაფერი არ არისო. ამავე გზით მიდიოდნენ მაგალითად ბალტიისპირეთშიც. განწყობილება ერთი იყო. ესე უცებ რუსეთისაგან თავის დახსნა არავის არ მიაჩნდა შესაძლებლად. რაღაც გარდამავალი პერიოდი უნდა ყოფილიყო. ეხლა რატომ იყო რუსოფილური განწყობილება ძლიერი? ჯერ ერთი რომ წარსულს ჩაბარდა ქართული კულტურის, ქართული ეროვნული მოძრაობის, ქართული საქართველოს ეკლესიის, ქართველი სამღვდელოების დევნა და შევიწროვება, ამდენი გადასახლებები, კატორღა და ასე შემდეგ და ეს მოსახლეობამ შვებით მიიღო. რაზეც გინდა ილაპარაკე? გინდა საქართველოს ავტონომიაზე, გინდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გინდა უნივერსიტეტის გახსნაზე, გინდა ავტოკეფალიის აღდგენაზე და თქვენ იცით 1917 წლის მარტში აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ვერავინ ხელი ამას ვერ შეუშალა. თუმცა ვიმეორებ ხელის შემშლელები იყვნენ. როდესაც კრების შემდეგ ქართველი
სამღვდელოების წარმომადგენლები ეგზარხოს პლატონ როზდესტის სიახლეს და უთხრეს, რომ თქვენი მოღვაწეობა დამთავრდა აქ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა. მან ასეთი რამ უთხრა, მე ეს პეტერბურგთან უნდა შევათანხმო, ახლა ძალიან ნუ დამაჩქარებ თუ არა, ერთი თუ დავიძახეო, ქალაქი ჯარით არის სავსე და თქვენ გაჩვენებთ სეირსო. იყო ხელისშემშლელი, მაგრამ იგივე ეგზარხოსმა ვერ გაბედა, რომ აეკრძალა ვთქვათ, ქართველი სამღვდელოების კრება მცხეთაში, სვეტიცხოველში. ამას საზოგადოება შვებით ღებულობდა, ეს ერთი. მეორე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავდა, რომ რუსეთის ჯარი აკავებდა ოსმალეთის ჯარის შემოტევას. ძალიან გავრცელდა მაშინ, როდესაც ოსმალეთის კარგად შეიარაღებული ძლიერი არმია შეტევაზე გადმოვიდა სარიყამიშთან ყარსის მიმართულებით, ნუ ცხადია, ყარსიდან შეტევა დაიწყებოდა თბილისზე და იყო ასეთი გენერალი მიშლაევსკი, რომელიც იქ იყო უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი. ჯერ პეტერბურგიდან ჰქონდა მხარდაჭერა და მერე ის მეფის ნაცვლიდან იყო იქ მივლინებული და ჰქონდა იმის უფლებები, რომ იქ ბრძანებები გაეცა. ნუ უნიჭო კაცი იყო მშიშარა ახლა, როგორც ბევრი იყო ძალიან რუსულ პოლიტიკურ ელიტაში. და მან თქვა, რომ ჩვენ ოსმალებს ვერ შევაჩერებთ, ამიტომ დავიხიოთ უკან, ხაშურთან მოვაწყოთ თავდაცვა, თუ იქაც ვერ შევაჩერებთ, მერე თბილისი გადავწვათ და გავიდეთ ჩრდილო კავკასიაში. ეს ხმა გავცელდა. ამას საყოველთაო აღშფოთება მოყვა, კაცო, იქ ქართველი ოფიცრები იყვნენ, რუსი გენერლებიც არ უჭერდნენ ხარს, მაგალითად შტაბის ოფიცრები, ვინც გეგმავდა ამ ოპერაციებს, ფიქრობდა, რომ ეს სისულელია საერთოდ ამის გაკეთება, ხაშურამდე უკან დახევა. ამშვიდებდა მას გენერალი მიშლაევსკი. ეხლა თქვენ ქართველებს თუ თბილისის გადაწვა გენარებთ, ამას მე და ჩემი ოფიცრები გადავწვავთო. მიშლაევსკის ეს არ გამოუვიდა, ისევ რუსი გენერლების ჯანსაღმა აზრმა იმარჯვა და სარიყამიშთან ფაქტიურად ოსმალეთის მესამე არმია, რომელსაც სამხედრო მინისტრი ედგა სათავეში, ისე დაამარცხეს, რომ შტაბები დარჩა მარტო დივიზიებსა და კორპუსებში. დიდხანს ვეღარ გაიმართა მესამე არმია წელში. ესე იგი, ეს არ ყოფილა აუცილებელი. მაგრამ ამის მადლიერიც იყო საქართველო, რომ ისა ქვია მიშლაევსკისთან ნაძირალები ვერ გაიტანეს თავისი და თბილისი გადაწვას გადარჩა. და კიდევ იყო ერთი რამ. ქართველი პოლიტიკოსები ძალიან დიდ როლს თამაშობდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი, ორ ადამიანზე, ორ პიროვნებაზე მოგახსენებთ. რუსეთში საშინაო და საგარეო პოლიტიკას კარნახობდა დედაქალაქის პეტროგრადის მუშათა ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატთა საბჭო. ეს იყო რუსეთში ყველაფერი. დროებითი მთავრობა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამას. ეს კარნახობდა ყველაფერს. დადგა თავმჯდომარის არჩევის დრო. დროცა დაასახელეს კარლო ჩხეიძე, დარბაზი ტაშით დაინგრა. ოფში მითითებულიც არ არის, რამდენი ხმა იყო მომხრე და რამდენი წინააღმდეგი. სწერია, რომ არჩეული იქნა საყოველთაო თანხმობით. კენჭისყრაც არ ჩაუტარებიათ. როცა რუსებს ყველა თანამდებობაზე კენჭისყრით ირჩევდნენ და უამრავი მოწინააღმდეგე ყავდათ ისევ რუსებში.
კარლო ჩხეიძე დიდი ტრაგედია დაემართა. შვილს პისტოლეტი გაუვარდა და დაიჭრა, გარდაიცვალა ბავშვი. და კარლო მოდის საქართველოში და უთხრეს ვერ წახვალო. დაიღუპება რუსეთი უშენოდ. მან თქვა რომ არ შეიძლება შვილი ჩაასვენო საქართველოში და მიაქვიყო. მოვიფიქრეთ ეგ უთხრეს. ისიდორე რამიშვილი მოვძებნეთო ისი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და ცხედარს გახვება ისიდორე რამიშვილი და ახლა ისეთი ვითარება არის რომ არ შეიძლება თქვენი წასვლაო. ნუ ახლა კარლო მერყეობდა რა თქმა უნდა, მაინც და მუშათა რაზმები სახლის სადარბაზოსთან იდგნენ რომ ღამე არ წამოსულიყო ის არ გამოუშვეს. ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მეორე ქართველს ირაკლი წერეთელს. დროებითი მთავრობის მინისტრი იყო პოსტატელეგრაფისა ეს. და როდესაც დროებითი მთავრობის ხდომაზე გადაწყდა რომ გამოეწერათ ორდერი ლენინის დაპატიმრე ბაზე მიხილებოდა ესაკითხი ირაკლიმ დაიგვიანას ხდომაზე. ვიღაცამ თქვა რომ ირაკლის დაველოდოთო მოდის ის მნიშვნელოვანი საკითხიაო და ირაკლის გარეშე ნუ გადავწყვეტ ამას. აი ამ ხელა ავტორიტეტი ჰქონდა ის არჩილაგან საქმეთა მინისტრი იყო, არც იუსტიციის მინისტრი იყო, არც გენერალური პროკურორი იყო, პოსტატელეგრაფის მინისტრი იყო, მაგრამ ირაკლი წერეთელი იყო და მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს საქართველოში ხო ყველაფერი ცნობილი იყო. ეხლა საზოგადოება ასეთ ამბებზე ადვილად რეაგირებს ხოლმე. სხვა ისიდორე რამიშვილისა დიდი ავტორიტეტი ჰქონდა იქ ძალიან. უბრალოდ ის კარლო შვილის ცხედარს რო გამოყვა მე ვეღარ დაგვიზა პეტერბურგში თუ არა ისიც დიდ თანამდებობას მიაღწევდა იქ აღარ წასულა მე აღარ დაბრუნებოდა რუსეთში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც მოგახსენეთ. ეროვნული მოძრაობა ამ შემთხვევაში ვითარდება ჯერ კიდევ 905 წელს გარკვეული პროგრამით. ავტონომია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის წინააღმდეგ გამოვიდა ნოერამიშვილი იქ. თქვენ ყველა გაქვთ იმედი რომ რუსეთიო, თუნდაც ეს დროებითი მთავრობის რუსეთი რომ ფედერაციის გზით წავიდეთ. რუსეთში ცენტრალიზაცია მოხდება ხელისუფლების. ამით გარკვეულწილად მან გაილაშქრა ამ ავტონომიის წინააღმდეგ. დამოუკიდებლობაზე საქართველოს პირველ და მეორე ინტერპარტიულ კრებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ჯერ ნაადრევად მიაჩნდა იმ მიზეზების გამო და იმ განმარტები როგორ განმარტეს სურაბავალიშვილმა გითხარით ყველა ამ გზით მიდიოდა მარტო ქართველები კი არა. ეხლა რას ფიქრობდნენ ის პოლიტიკური მოღვაწეები, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეები? ვისი დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადებულიყო საქართველოსი თუ ამიერკავკასიის? ეს მე მოგახსენეთ თქვენ ფედერაციაზეც შეიქმნა ეს ის ვის ფედერაციასათვის ვიბდით საქართველოს ფედერაციისათვის თუ ამიერკავკასიის ფედერაციისათვის და მაშინვე თქვენს რუსეთის შემადგენლობაში უნდა იარსებოს მხოლოდ ამიერკავკასიის ფედერაცია. ეროვნული საბჭოები ექნება სომხებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, მაგრამ აქ უმაღლესი ორგანო უნდა იყოს ამიერკავკასიის ფედერაციის სეიმი და მისი მთავრობა. ესეც გასარკვევი იყო. უნდა სომხებს და აზერბაიჯანელებს ქართველებთან ერთად ერთ ფედერაციულ ერთობაში ცხოვრება
1905 წელს ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მე გითხარით, რადგან პრაქტიკულ სიმწყეზე არ დასმულია ეს საკითხი, იურისტებმა ბევრი პრობლემა გადაუჭრელი დატოვეს. ამ საკითხს კიდევ ერთხელ ჩვენ ზემოთ დავუბრუნდებით. ეხლა ინტერპარტიული კრებების დამსახურება რა არის, იცით? ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთად მოიყარეს თავი. უკვე ლეგალურად არა ჟანდარმერიისა და ოქრანგისაგან ფარულად კი არა, სადღაც იართაქვეშეთში დაიწყეს მჯელობა საქართველოს ბედზე. ყველა აზრს გამოთქვამდა თავისუფლად. განა ის ხალხი, ვინც ფედერაციას უჭერდა მხარს და ამბობდა ჯერ დამოუკიდებლობა ადრეაო, პატრიოტები არ იყვნენ, მაგრამ მათ პატრიოტები იყვნენ, რა თქმა უნდა, არავის ნაკლები პატრიოტები არ იყვნენ, მაგრამ მათ ასე ჯეროდათ, იმიტომ რომ მე წინა გადაცემაში ვთქვით, სამხრეთ კავკასია ეს ძალიან რთული რეგიონი იყო. მარტო დამოუკიდებლობას ვერ გამოაცხადება. აქ არის სომხების პრობლემა, აზერბაიჯანელების პრობლემა, უნდა თუ არა მათ ეს. აქ არის რუსეთის ჯარის პრობლემა და ასე შემდეგ. საბოლოოდ ეს ინტერპარტიული კრებები მესამე გაიმართა კიდე აგვისტოში, თქვა მოგახსენეთ. ყოველდღე ხო არ შეიკრიბებოდა და გადაწყვიტეს, რომ ეროვნული მოძრაობისათვის ეხელმძღვანელა ინტერპარტიულ საბჭოს. ეს იქნებოდა მუდმივ მოქმედი ორგანო, ხო? და კრებების მოწვევა თუ აუცილებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მოიწვევდნენ კიდეც. მაგრამ ეხლა აქ დგება საკითხი. უკვე საკითხი დადგა ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1917 წლის 26 ოქტომბრის კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. რომელმა ორგანომ უნდა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიაში შემავალი ერები, ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები და კიდევ სხვები წავიდნენ ეროვნული საბჭოების გზით. უნდა მოეწვიათ ეროვნული ყრილობა, რომელიც აირჩევდა ეროვნულ საბჭოს, უფლებამოსილ ორგანოს და ეს ეროვნული საბჭო ქართველი ერის სახელით ეროვნული ყრილობიდან მონიჭებული უფლებით გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. ამან ძალიან განათლებულ იურისტებში გამოიწვია ეს, რომ ეჭვის თვალით შეხედეს სამიდიას. ჩვენ ვაცხადებთ დამოუკიდებლობას. ამიტომ იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველაფერი სწორი უნდა იყოს. ვინ მოიწვევს ეროვნულ საბჭოს? ეროვნულ საბჭოს მოიწვევს საქართველოს ინტერპარტიული საბჭო. ვიღაცამ უნდა შეიმუშაოს საარჩევნო კანონი, როგორი უნდა იყოს ეს კანონი და ასე შემდეგ. ბევრი საკითხებია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ერთადერთი ვინც ამ პრობლემის წინ, ყველა დადგა ამ პრობლემის წინაშე და მე ყველა ერთბაშად გადაწყვიტა, ასე ყველა წავიდა ეროვნული საბჭოების გზით. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. თორემ სხვა ყველანაირი გზა ხელს აძლევდა ბოლშევიკურ რუსეთს, საბჭოთა რუსეთს. და სწორი გადაწყვეტილება იყო საერთოდ რუსეთის იმპერიაში არარუსიერების ეროვნული მოძრაობის ლიდერებისაგან მიღწეული, შეთავაზებული.
ერთადერთი ამ პრობლემისაგან თავისუფალი იყო ფინეთი. და კიდეც მათ 6 დეკემბერს გამოაცხადეს 17 წელს ყველაზე უფრო ადრე დამოუკიდებლობა. რატომ? 1889 წლებში რუსეთმა ფინეთი დაიპყრო. წართვა შვედეთს რა. რუსეთის იმპერატორმა მიიღო ტიტული ფინეთის დიდი მთავარი და ასე იწოდებოდა. მისი იმპერატორობით უდიდებულესობა თვითმპყრობელი რუსეთისა, დიდი მთავარი პოლონეთისა და შემდეგ დიდი მთავარი ფინეთისა, მეფე პოლონეთისა და ასე შემდეგ. ეს ტიტული მას ოფიციალურად აქვს. ჩავიდა ფინეთში ალექსანდრე პირველი და მისი ბრძანებით ფინეთს ებოძა ავტონომია. საგანმანათლებლო ორგანო სეიმი, პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანო, ანუ მთავრობა, სენატი. ეხლა რა უფლების გადაწყვეტა რა უფლებები ჰქონდა ამ სენატს, სეიმსა და სენატს, ეს სხვა საკითხია. ისიც სხვა საკითხია, რომ წლების მანძილზე ზოგჯერ მათი უფლებამოსილება შეჩერებული იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ოფიციალურად ეს ორგანოები არსებობდა იმ დღესაც კი, როცა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლაი მეორემ გადადგომის მანიფესტს მოაწერა ხელი. ფინეთს აქვს თავისი პარლამენტი, სეიმი და თავისი მთავრობა, სენატი. ფინელებმა შეკრიბეს სენატი, რომელიც იურიდიულად სავსებით კანონიერად არსებობს და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. მათთვის ეს პროცესი გაადვილდა საქართველოს ორმა გუბერნიამ და ორმა ოლქმა როგორ უნდა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა. გუბერნიების სისტემა იყო ბალტიისპირეთში, მათაც როგორ უნდა გამოაცხადონ დამოუკიდებლობა. რაც შეეხება ფედერაციას, ეს ადვილი რატომ იყო? ამას პეტერბურგი უბოძებდა ერებს და აქ არაფერი საკითხის მოგვარება არ იყო. შუამდგომლობა აღიძრებოდა აქედან და თუ საჭირო ჩათვლიდა იმპერატორი მიიღებდა გადაწყვეტილებას და როგორც სეიმი და სენატი უბოძა ფინელებს, ისე ქართველებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ესტონელებს გვიბოძებდა თქვათ ავტონომიას, თუ ეს საკითხი დადგებოდა. დიდი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მოეწვიათ საქართველოს ეროვნული ყრილობა. ეს იყო პირველი ეროვნული ყრილობა, მაგრამ მეორე და მესამე არც გამართულა მაშინ და ამიტომ მას ხშირად ასე მოიხსენიებენ საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელიც 1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა თბილისში. დიდი ლეგიტიმაცია რომ ქონოდა ყრილობას, ამისათვის აუცილებელი იყო მისი შემადგენლობა ყოფილიყო ისეთი, რომ მთელი ქართველი ერი ყოფილიყო იქ წარმოდგენილი და არა ქართველებიც ყოფილიყვნენ იქ წარმოდგენილი. ეროვნული საბჭოების საქართველოს ტერიტორიაზე არა ქართული ეროვნული საბჭოების წარმომადგენლებიც. პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს თავისი კვოტა. ოლქების, მაზრებისა და ქალაქების საბჭოებმაც მიიღეს თავისი კვოტა. კვოტა დაუწესდა პროფესიულ კავშირებს, თქვათ სამხედროთა კავშირს, ჟურნალისტთა კავშირს და ასე შემდეგ. ადგილი გამოეყო
საქართველოს ეკლესიასაც. საქართველოში მოქმედებდა ეროვნული საბჭოები, არა ქართველებისა, სომხებისა, აზერბაიჯანელებისა. ებრაელებს ორი ეროვნული საბჭო ჰქონდათ. ისრაელის ეროვნული საბჭო და ქართველ ებრაელთა ეროვნული საბჭო. ქართული გვარებით, რომლებიც იყვნენ, ისინი გაერთიანდნენ იმ ეროვნულ საბჭოში, რომელშიც ქართველი ებრაელები მოღვაწეობდნენ. ეს შესაძლებლად მიიჩნიეს ქართველებმა, ხო. ორ ერთთან მოვიდათ უკმაყოფილება. რუსებს ჰქონდათ ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო და მოითხოვეს ადგილი. ქართველებმა განუმარტეს, ეს ამიერკავკასიის ყრილობა არ არის. თქვენ თუ შექმნით საქართველოში მცხოვრები რუსების ეროვნულ საბჭოს, მოგეცემათ კვოტა. მაგრამ ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე კვოტას ვერ მიიღებს და არც დაუშვეს მე. ასევე ძალიან გაართულეს საკითხი ოსმა სეპარატისტებმა. 17 წლის გაზაფხულიდან მოქმედებდა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო. ნოე-ჯორდანიამ პირდაპირ განუცხადა, ჩვენ არ ვცნობთ ამას. რადგან ოსები ცხოვრობენ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, კახეთში, ქართლში, ბორჯომის ხეობაში და შემდეგ და თქვენ არა ხართ მათი წარმომადგენელი? არა. ესე იგი რა უნდა დაეკანონებინათ ეხლა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე წარმომადგენელი ყოფილიყო არა ოსი ხალხისა, არამედ სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოსი. არ დაუშვეს და ჯორდანიას ხელით არის ჩაწერილი სკვადების განაწილების ფურცელი რო იყო, ასეთი ტერმინი შექმნა ქართლის ოსები. ამით გამორიცხა, რომ ყრილობაზე მოვიდო და სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი. და ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ეროვნულ ყრილობა გახსნა აკაკი ჩხენკელმა, წარმოთქვა ძალიან კარგად დაწერილი მოკლე სიტყვა. სხვათა შორის ამ დროს აკაკი ჩხენკელს ეთყობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არავითარი წყობილება დემოკრატიული რუსეთში არ აღდგება, არავითარ ავტონომია საქართველოსი არ შეიძლება იყოს რუსეთში და ყრილობაზე განაცხადა. თუ ეს რომ ვისაუბრა მან ეს არ გამოვიდა, მაშინ მოვიწვევთ დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრება კი ყველა მიცის რისთვის იწვევდა სახელმწიფოს დაფუძნებისათვის. ეროვნული ყრილობა არ შეიძლება და ქონოდა ფუნქცია სახელმწიფოს დაფუძნებისა. ეროვნულ ყრილობას უნდა აერჩია ეროვნული საბჭო. აი ეს მიიღებდა გადაწყვეტილებას, რას ვაკეთებს. სახელმწიფოს დაფუძნების ფუნქცია ჰქონდა დამფუძნებელ კრებას, მას სახელწოდებაც ასეთი აქვს, ხო? ეს სხვათა შორის სოციალისტურ წრეებში მაშინ ძალიან ისეთი კრიტიკით იქნა მიღებული. ფაქტიურად აკაკი ჩხენკელმა ანონსი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ამით. ვრცელი მოხსენება დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის ამოცანებით წარდგა ყრილობაზე ნოე-ჯორდანია. შეფასებული იქნა ვითარება რუსეთში თებერვალ მარტის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, საბოლოო
დასკვნით რა შეიძლება ვთქვათ, დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეა ნოე ჯორდანიას არ წამოუყენებია. როგორც მოხსენებიდან ჩანს, ჯერ კიდევ იგი ტრიალებდა კავკასიის ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში და არა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. ამას არც ნოე ჯორდანი, არც აკაკი ჩხენკელი, არც დაშნაკ ციუტონი, არც აზერბაიჯანის რომელიმე პოლიტიკურ ძალა არ ცნობდა ამ ხელისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლებას. როცა რუსეთია ლაპარაკი, იქ იგულისხმება საბჭოთა რუსეთი. ნოე ჯორდანია შემდეგ სპეციალურმა სექციამ მიმუშავა და მიიღო რეზოლუცია. რეზოლუცია ვრცელია და ჩვენ ამჯერად გვაინტერესებს ერთი მუხლი. საქართველო, რომელიც როგორც 100 წლის წინ ახლად რჩება რუსულ ორიენტაციაზე. აი აქ არის განმარტება, მეწეხან მოგახსენეთ, თუ სადმე დოკუმენტებში რუსეთი იხსენიება, საბჭოთა რუსეთს არ ცნობს ეს პოლიტიკური ძალა და იგულისხმება დემოკრატიული რუსეთი. დემოკრატიული რუსეთი თუ აღდგება, თუ ბოლშევიკური ხელისუფლება დაემხობოდა და რუსეთში დროებითი მთავრობა უგედამხობილი აიღებდა ძალაუფლებას, მაშინ შეიძლება ეფიქრათ იმაზე, რომ საქართველო ან ამიერკავკასია ფედერაციის სახით შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში. ეს საკითხი კიდევ არ იყო გარკვეული. დიდხანს იწვალა ამ საკითხმა და საბოლოოდ ვერ გაირკვა, რა გვინდა ამიერკავკასიის ფედერაცია თუ საქართველო ცალკე ფედერაციული ერთეულია. ეროვნულმა ყრილობამ პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღო, სექციები შექმნა, მაგალითად სამხედრო სექცია, ვაჭარ-მრეწველთა სექცია, განათლების სექცია და ასე შემდეგ. ფაქტიურად როგორც სახელმწიფო სტრუქტურამ ისე დაიწყო მოქმედება ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ყრილობამ აირჩია და მის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჯორდანია. ეხლა ეს დიდი ორგანოა, ყოველდღე ვერ შეიკრიბებოდა და ყოველდღიური მუშაობისათვის იმის შემადგენლობიდან გამოყვეს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც ნოე ჯორდანი აირჩიეს. ის კი ყოველდღე უნდა შეკრებილიყო. მუშაობდა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მაშინდელი ფრეილინის ქუჩაზე, დღევანდელი სულხან საბას ქუჩაზე. ეროვნული საბჭო კი დაფუძნდა კავკასიის მეფის ნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, რუსთაველის პროსპექტზე, დღეს რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა იქ, სადაც გამოცხადდა კიდეც დამოუკიდებლობა. ეროვნულმა საბჭომ დიდი მუშაობა გასწია ქართული ჯარის შესაქმნელად, მაგრამ ვიმეორებ, ამას სჭირდებოდა სახსრები, ამას სჭირდებოდა შედარებით მშვიდი ვითარება, ვიდრე ომები, ომის გაგრძელება რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე და ასე შემდეგ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის დახსნაში. სიტყვა გახსნის დღეს აკაკი ჩხენკელმა წარმოთქვა, როგორც ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო საბჭოთა რუსეთისათვის, მიუღებელი იყო ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნაც, მიუღებელი იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა და მისი გადაწყვეტილებები. როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის შემდეგ, ამის შესახებ ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. დღეს კი ამით დავამთავროთ, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.